როგორ იხსნება დუმილი თუ დასამალი არაფერია ბუნდოვანი გრანტის შესახებ საფრანგეთის საელჩოს ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ფულის გამცემის ნაცვლად მიმღები ალაპარაკდა, თუმცა არა დაჩქარებული წესით მიღებული დაფინანსების შესახებ. ანუკი ჩხიკვაძის რეპორტაჟი. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? საფრანგეთის ელჩის 9 დღიან დუმილს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის სიტყვებით პასუხობს და თუ მართლაც დასამალი არაფერია, რატომ მალავს დიპლომატიური უწყება კონკურსის დეტალებს. პასუხგაუცემელი კითხვები აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ნაცმოძრაობის NGO-ზე გრანტი კონკურსის გარეშე გასცა. პირველი კანონმდებელი ფრანგ დიპლომატს მოუწოდებს, რომ დიპლომატიური მისიით დაკისრებული პასუხისმგებლობა აიღოს და ქართველი საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე იყოს. პასუხი არ არის, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც ჩანს, რომ არაერთი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, როდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება. ეს ერთი, მეორე ის სუბიექტი, ვისაც მისცა ფული საფრანგეთის ელჩმა, ისინი ყველა არიან პოლიტიკოსები. ადამიანი ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო, ამ პარლამენტის წევრი 10-ში შედიოდა ნაციონალურ მოძრაობის. მეორე გიორგი კანდელაკი ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის იდეოლოგი იყო, როცა ის იყო ხელისუფლებაში და ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედი. გასაიდუმლოებული გრანტის შესახებ განმარტების გაკეთებას სცადა სოვლაპმა, ორგანიზაციამ, რომლის ანგარიშზეც ფრანგული სალაროდან ფინანსური დახმარება ჩაირიცხა. თუმცა ნაცმოძრაობის წევრებით დაკომპლექტებულ არასამთავრობოს განცხადებაში არაფერია ნათქვამი კონკურსის დეტალებზე, პირობებსა და მონაწილეობის წესებზე. ფრანგული ბიუჯეტიდან დაფინანსებით კმაყოფილები არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. მეტიც მიიჩნევენ, რომ გაწეული საქმიანობისთვის მათივე არასამთავრობო ორგანიზაცია მეტ ფინანსურ დახმარებასაც კი იმსახურებს. გასაიდუმლოებული გრანტის დეტალებზე საუბარი უჭირთ ლელოში, გრიგოლ გეგელიას. ამ მარტივ კითხვაზე პასუხის გასაცემად დახმარება სჭირდება. ნათელქილოს გავარ, რა ვიცი მე რა გახდა ისი მიზეზი. ირაკლი ხვადაგიანი არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიკოსი და სირცხვილეა, როდესაც კითხულობთ მსგავს რაღაცას. ბუთებენ ამას მე მაგალითად მიმაჩნია რომ დიახ აი იმ ორგანიზაციას რომელზეც არის საუბარი რა დაფინანსებაც აქვს ამაზე მეტი უნდა კონდეს ამ ქვეყანაში. უცხო ქვეყნიდან NGO-ების გავლით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემა დეპუტატებმა უკვე დიდი ხანია გაშიფრეს. ნათელია გრანტების გაცემის მიზანიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაფინანსების ადრესატები ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების ავტორები არიან. ბევრი კითხვის ნიშნავს ბადებს, ამ გრანტის მიმღები, ნაციონალური მოძრაობის დაჯგუფება, NGO დაჯგუფება, რომელიც დაკომპლექტებული არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრებით და სწორედ ეს აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ადამიანები და აქტივისტები იყვნენ, ვინც ამ რევოლუციურ და ზოგადად ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. სად არის კონკურსი, ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ უნდა მიიღოს ეს თანხები, თავიდანვე არის გადაწყვეტილი. პასუხსაც რო ვერცემთ საელჩო წარმოვიდგინეთ, რატო ჩარიცხა ეს თანხა. ეს ხო პირდაპირ აღიარებაა უკვე ზუსტად იმის, რომ შენ გინდა რომ აქ აფინანსო ის და ისეთი პროცესები აწარმოო, რომლის წინააღმდეგაც სხვათა შორის აი სულ რაღაც ერთი დღის წინ მიიღო ბრძანება ამერიკის პრეზიდენტმა და დაეთანხმა ჯიმ რიში. ფრანგული ბიუჯეტიდან დაფინანსებულებს შორის არიან ნაცმოძრაობის საარჩევნო სიის მერვე ნომერი ირაკლი ხვადაგიანი, ნაცმოძრაობიდან NGO-ში გადაბარგებული გიორგი კანდელაკი და ნინო გოგიბერიძე, რომელიც კანვასის ტრენინგის ორგანიზატორი იყო. რა ნიშნით შეარჩია გრანტების შესახებ კანონის მიღებამდე 1 საათით ადრე ნაცმოძრაობის წევრებისგან დაკომპლექტებული NGO საფრანგეთის საელჩო დეტალებს საგულდაგულოდ მალავს. დიპლომატიურ წარმომადგენლობას ორჯერ მიუმართეთ, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გვაქვს.